მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კეთილი იყოს თქვენ შემოგზანება ჩემ არხზე. ვნახოთ ახლა კითხვა შემოვიდა ესეთი. რატომ აირჩია ის? ან რა მოხდა? შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ გავშალო ეს თემა. ჩაიფიქრეთ ადამიანი, რატომ აირჩია ის და რა მოხდა თქვენსა და მას შორის. ჯერ ვნახოთ პიროვნება. ვინ არის ეს პიროვნება? რატომ აირჩია ის და რა მოხდა თქვენსა და მას შორის? პირველი. დამალულია, დაფარულია ეს ადამიანი, ან არის ძალიან დიდი ინტუიციის მფლობელი. თვითონ ამ ადამიანს აქვს დიდი ინტუიცია და სულ იმალება. რატომ აირჩია ის? ანუ აქ ვერ ვიტყვი რომ აირჩია ის, იმიტომ რომ აქ ამოდის ქალი, რომელსაც აქვს ცივი გონება, ანუ იცის რა უნდა. შეიძლება მისგან არ მოდიოდა ეს ინიციატივა, მოდიოდა სხვა ქალისგან, სხვა ადამიანისგან და თქვენთან მიმართებაში ამოდის ძალიან დიდი სიყვარული და გრძნობა. ნახოთ ახლა შემდეგი ნახოთ, ესე იგი თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი ახლა როგორ არის ამ მომენტისთვის თქვენთან მიმართებაში, როგორ არის ეს ადამიანი? განწყობა, იმედიანად, მოლოდინი, რა ვიცი, სულ უნდა რომ თქვენზე გაიგოს ამბავი. თან სიამოვნების კარტი ამოდის, გრძნობათა ღელვა და რა ვიცი, თქვენ გიყურებთ როგორც სიამოვნების მომნიჭებელ არსებას. მაშინ რა მოხდა სინამდვილეში იმ ქალსა და ამ ადამიანს შორის, ვისაც ჩაიფიქრებთ ახლა სინამდვილეში აი რა მოხდა? რა მოხდა სინამდვილეში იმ ქალსა და ამ ადამიანს შორის? ახლა კარტი რასაც მეუნება გეტყვით პირდაპირ იმ ქალს ქონდა რაღაც იმედები, მოლოდინები, უფრო მატერიალური. აქ იყო გრძნობათა ღელვა, ანუ მოხიბლვის ვარიანტი იყო, ოღონდ ქალიდან გამომდინარე. ეს კაცი იყო გაწონასწორებული. ანუ ესე ჩანს, რომ ყველანაირად იკავებდა თავს, როგორც ალბათ მამაკაც შეეფერება, მაგრამ ამოვიდა განცდა, გულდაწყვეტა და სამყაროს კარტი დასასრული. ესე იგი, თუ იმ ქალს ქონდა განზრახვა ფინანსებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კრიზისულ მდგომარეობაში იყო და ეძებდა ალბათ პარტნიორს, ვინც დაეხმარებოდა ფინანსურად რაღაცა, თავისი პირადი რა ვიცი, ინტერესები ჰქონდა, მაშინ ვერ გათვალა და მაინც როგორ დამთავრდა ეს ისტორია? იმ ქალსა და ამ ადამიანს შორის, ვინც თქვენ გაინტერესებს. როგორ დამთავრდა? 50-50-ზე. როგორ დამთავრდა და ენერგიების გაცვლა გამოცვლა იყო, ნამდვილად იყო, მაგრამ აქ არ იყო გადამეტება ანიქიდან, ანაკიდან, ანუ დაბალანსებული ამოდის სასწორის კარტი. და ამოდის გულდაწყვეტა, დარდი, ნერვიულობა, მწუხარება და ჩაკეტვა. ანუ ფაქტიურად ჩაიკეტა მათი ურთიერთობა, დაიხურა. ეს ისტორია დაიხურა. თუ რამე იყო, ინტრიგა, ფლირტი, რაღაც დროებითი გატაცება, ეს დამთავრდა ეს ისტორია, მორჩა. მაშინ ვნახოთ ახლა თვითონ ის ქალი, ვინც საც ქონდა მცდელობა, ხო, აი ეს რაღაცა ვთქვათ. მოეხიბლა, რაღაც პირადი ინტერესები, რაღაც. აი თვითონ ის ქალი როგორ არის? რა მდგომარეობაშია? ნუ გულდაწყვეტილია, დაძდევს ფულს, უნდა ისევ რომ დაიკავოს თავისი ადგილი, მაგრამ გაჩერება აქვს, სტაგნაცია აქვს. და წასვლა აქვს.
სადღაცა მიდის. ან იმ ტერიტორიიდან მიდის, ან იმ ადგილიდან მიდის, ან იმ სიტუაციიდან, ან თვითონ კარტი მაჩვენებს, რომ ეს პროცესი რაც იყო, ხო? დამთავრებულია და გასულია რა ურთიერთობიდან, ანუ ეს ქალი გასულია ურთიერთობიდან. თუმცა უნდოდა რომ დაემკვიდრებინა, ასე ვთქვათ, ტრონი. რაღაცა სარგებელი ენახა. ეს მცდელობა ნამდვილად და ეს ფიქრები ნამდვილად და განზრახვა ნამდვილად ჰქონდა ამ ქალს. და თქვენი, ახლა თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა როგორ არის ახლა? თქვენი ურთიერთობა რა მდგომარეობაში ახლა? გამარჯვება ამოდის, ანუ თქვენ გაიმარჯვეთ, ორმხრივად გამარჯვება ამოდის, 7-იანი, იმოქმედეთ კიდევაც, ეს ნიშნავს პროცესს, ეს ნიშნავს არჩევანს, ეს ნიშნავს დადექით, რომ იყვიან მესაჭეთ მპყრობელი, ან რომ იყვიან, რას ქვია, თქვენ განაგებთ სიტუაციას და ხართ გამარჯვებული აი ამ სიტუაციაში. დამარცხებული ვინ არის? ის ქალია დამარცხებული, რა თქმა უნდა, თვითონ ამოდის და რაღაცა მოქმედება ამოდის და რა მოქმედება ამონახოთ. ხო, ანუ the justice, სამართლიანობა ამოდის. ანუ სამართლიანად მოიქცა სამყარო, ამ შემთხვევაში სამყარო ხო ხედავს ყველაფერს და ამოდის სამართლიანობა. ანუ თქვენ თუ იბრძოლეთ, აქ ამოდის გამარჯვება. და ის ყველანაირად დამარცხებულია, ანუ გასულია ურთიერთობიდან, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ამ შემთხვევაში უკვე სანერვიულო აღარაფერია. ასე შემიძლია გითხრათ, რაც მოვიდა ეხა ინფორმაცია, თუ მოგეწონათ სამილაიქეთ და აბა თქვენიცით.